მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგეკითხავთ სულ დიდი სიყვარულით, როგორ ვართ აბა? ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, მადლობით უნდა დავიწყო, თითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა, თითოეულ ვიდეოს გამოწერს და followers TikTok-ზე, ასევე პირად კონსულტაციებზე, ვინც გადმოგბრძანდებით, ყველას დიდი მადლობა, ასევე დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამირჩია, ასე ვთქვათ, თავის ტაროს მასწავლებლად და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სული და გული ჩავდო და გეცოდინებათ, რომ მე არანაირ ვიდეოებს არ უყრი, ჩაწერილ ვიდეოებს ერთ-ერთზე ვდგავარ და ვუხსნი და ვუღეჭავ და ჩვენ თითოეული გაკვეთილი ასე გვაქვს და შეუძლიათ დამიკომენტარო ჩემ მოსწავლეებმა, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად დროულად ვეცადოთ, რომ თუ თქვენ მინიშნება მიიღეთ, რომ ტაროსთან ხართ, თუ თქვენ მინიშნება მიიღეთ, რომ საჭიროა და გჭირდებათ თქვენ ზუსტად იმისთვის, რომ გაერკვეთ ყველაფერში და რაღაცა მინიშნებები მიიღეთ, ესე იგი ზუსტად და სწორ ადგილას ხართ, ამიტომ დროულად უნდა დაიწყოთ და ამის აღარ უნდა მე დავიწყებ, ეხლა დავიწყებ, ასევე სტრესი და დეპრესია ვისაც ქონდა და ვისაც პრობლემები აქვს, ზუსტად ასეთმა ადამიანებმა დაიწყეს ტაროს სწავლა და აბსოლუტურად შეიცვალა სიტუაციები, ამიტომ რომ როდესაც ყურადღება გადაგვაქვს, მით უმეტეს რაც მეტს ვსწავლობთ, მით უკეთესი ხო ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ტვინიც მუშაობს, ხოვლებიც უკეთესად მუშაობს, ერთი და იგივე თემაზე ჩაცკლულები აღარ ვართ და ნელ-ნელა მდგომარეობისგან გამოსვლაში ასევე გვეხმარება, რა თქმა უნდა, ტაროს შესწავლაც. მოკლედ დღევანდელი ვიდეო, ამიტომ კიდე ერთხელ ყველა ვიდეოში ვიძახი უკვე 10 რიცხვიდან, ხო 9 არის დღეს. 10 რიცხვიდან და 9 რიცხვიდან გეუბნებით, 17-ის იქით კონსულტაციები აღარ იქნება. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად მოიწერეთ. მესამე პირზე მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება, ოღონდ ის რამდენიმე დღე რაც წასული ვიქნები, ფიზიკურად, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ, რომ ჩამოვალ გავაგრძელებ. ოღონდ რაც შეიძლება დროზე მოიწერეთ, იმიტომ რომ მე აგვისტოში ცვლილებებია და შეიძლება აი ეს ლოცვები, წმენდები, მესამე პირის ბლოკები რაღაც გარკვეული პერიოდი შეჩერდეს და ანუ აი არ ვიცი, ამიტომ აგვისტო როგორი იქნება და შესაბამისად დროულად, იმიტომ რომ ვისაც ახლა მივიღებ და დავიწყებ იმას, დავუმთავრებ ყველაფერს. აგვისტოში რას ვუზავ არ ვიცი. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად და მალე. მე მესმის ხო აი მოიცაწყეს ხვალ და სამწუხაროდ მეც ერთ მდგომარეობაში ვიყავი წლების წინ და დღეს ხვალ და სანამ ცხვირი არ წავიმტრიე, მანამდე ვერ მივხვდი სად ვიყავი და რა უნდა მეკეთებინა და რომ და მთელი ამბები დამჭირდა, ჯერ მარტო საგვარეულო მაგიის მოხსნა, მე ვერ გეტყვით, რის ფასად დამიჯდა და რა გზები და რა ცუდად ყოფნები გავიარე. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად ჩემო ძვირფასებო. მოკლედ დღევანდელი ვიდეო ეხება ასეთ საკითხს, საკითხს არა, მე ვფიქრობ, რომ მოგენატრებოდა, დიდი ხანია ეს ვიდეო აღარ ჩამწერია, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს, შეიძლება რაიდერი აღარ დამჭირდეს და მხოლოდ ასე ვთქვათ ამ დასტით ვისაუბრო, მაგრამ მოდით დავიწყოთ, ხო? ვინ ხართ? ჯერ ჩაფიქრებული ადამიანისთვის, მოდით ჯერ ვინ ხართ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანისთვის, პრინციპში კითხვებს უტყვილად წავ ხან ისეთი რამე მოდის ტაროსგან, საერთოდ ვეღარ ვაგრძელებ კითხვებს. შემდგომ რა მოხდა თქვენ შორის, ხო, რადგან ენატრებით ესე იგი კონტაქტი აღარ არის. რა მოხდა თქვენ შორის, ვინ ხართ მისთვის, რა მოხდა თქვენ შორის, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს და ექნება თუ არა ნაბიჯები. ნახოთ. ვინ ხართ მისთვის და აი მე კიდე მეტყვით რამეს. აი თქვენი ოთხიანი ხმლები, თქვენი გაწოლილი სიტუაცია, თქვენი მკვდარზე ვენოკი სიტუაცია, მამაკაცი, მდგომარეობა, კარმული ურთიერთობა, კი ბატონო, კარმული რა? კარმული ყველაზე მეტს გვასწავლის, რატო ეშინიათ ამ სიტყვის ვერ ვიგებ, ზოგი მეუნება, რომ ვაიმე თეკო კარმულია პირადში. თუ კარმულია, ესე იგი დასრულდება, ჯერ ერთი რო არ დასრულდება, მერე მეორე. კარმულზე მე ჩაწერილი მაქვს ვიდეო, ოღონდ ძალიან ადრე როგორც მახსოვს, კარმული ადამიანი ჩვენ ცხოვრების თანამგზავრი არ იქნება თუ არა, ამიტომ გადახედეთ ჩემ ვიდეოებს YouTube-ზე ჩემო ძვირფასებო, ან მომწერეთ TikTok-იდან პირადში და მე თვითონ ასე ვთქვათ, ჩაგიგდებთ ჩემ YouTube ლინკს. პირდაპირ აი რაღაცე, პირდაპირ აი საოცრება, უბრალოდ რომ დავიწყეთ გაშლა და თორე აი ეხლა
რასაც მე უყურებ 4-იანი ხმლები დასტის ფონს და 3-იანი ხმლები მიხართ მისთვის ადამიანი რომელმაც ატკინეთ ერთმანეთს ორმა ადამიანმა ძალიან ბევრჯერ იჩხუბეთ ძალიან ბევრჯერ შეურიგდით ძალიან ბევრჯერ თითქოს თქვენ თავზეც იმუშავეთ მასზეც იმუშავეთ მამაკაცებო ვინც მიყურებთ შეგიძლიათ საპირისპიროდ მოირგოთ მამაკაცებმა ვინც იმუშავა ამ საკითხზე და ვითომ რაღაცა შეცვალათ მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი ვერ შეცვალეთ და აი ეხლა ამ ეტაპზე აი ახლო პერიოდში ტარო რა არის ტარო განაჩენი არ არის ხო ამიტომ ნუ ვინერიულებთ ხა ზოგი ხოლმე რა ვიცი ტირის პირად კონსულტაციაზე ესე იგი დასრულდა არა ერთი თვის პროგნოზია ჩემო ძირფასებო ამიტომ ეს პრობლემა არ არის ხო ერთ თვეში რა იქნება არავინ არ იცის მაგრამ ის მომენტი მე რასაც უყურებ როგორი ცუდად დასრულდა როგორი გულის ტკენით დასრულდა როგორი თავდაყირა მდგომარეობით დასრულდა ბევრჯერ შერიგდით ბევრჯერ იჩხუბეთ მაგრამ რა არის იცით განა იმას ვიცახით ჩხუბი კი ბატონო ჯანსაღი კამათი აუცილებელია მაგრამ აქ თუ არაადეკვატურ სიტყვებს ეხება აქ თუ არაადეკვატურ პასუხებს ეხება აქ თუ რაღაცა აი როგორ ვთქვა ყოველგვარ ზღვარს გადახვედით და ისეთ სიტყვები აკადრე შეესეთო შეისეთო ხო ადამიანს ამოსდის ყელში ეს ყველაფერი უბრალოდ რა არის იცით ბევრჯერად მილიონჯერაც რომ იჩხუბოთ უნდა ეცადოთ რომ ისეთი რამე არ აკადროთ ერთმანეთს რომ უკან მერე ნახეთ მობრუნება უჭირს იმასაც უჭირს თქვენ ძალიან ატკინეთ ერთმანეთს მკვდარზე ვენო კი გაწოლილი თქვენც და ისიც ორივე ძალიან ნერვიულობთ ორივე ძალიან განიცდით მაგრამ ვეღარაფერს ვერ აკეთებთ ეხლა კარგით ნახოთ რას ეხება ეს ყველაფერი და რა მოხდა და აი აქ დამჭირდება რაიდერი აი ვიძახდი რომ არ დამჭირდება თქო მაგრამ მაინც დამჭირდა ნახოთ რას ეხება ნახოთ რას ეხება გითხარი რას ეხება აი ეხა დაინახეთ თქვენი თვალით რა დონის კრიზისი რა დონის ემოციებიდან წასვლა რა დონის აი ზეიმიდან გადასვლა აბსოლუტური განულება საკუთარ თავთან ბრძოლები ნაბიჯის გადმოდგმა გინდათ არ დგავთ იმას უნდა არ დგავს მე არ გადავდგავ ჯიბრიანობა არ ვიცი ანუ ერთმანეთის ჯიბრით აი ესეთი ეხა მე რატო გადავდგა თვითონ დააშავა და სამწუხაროდ აი ეს გუღუბავს ამ ყველაფერთან ერთად მესამე პირები აქ არ არის გამორიცხული რომ მესამე პირებიც იდეალურად არიან ჩართულები და აი ამ თქვენ ჩხუბს და აი ამ თქვენ დავიდარებას იდეალურად განან და შორიდან უყურებენ როგორც ფილმი ისე ძალიანაც უხარია ძალიანაც მოწონთ დაგემართათ აპათია ემოციებისგან აბსოლუტურად განვლდით რაც არის დეპრესიის საწყისი ნიშანი მაგრამ თქვენ თავთან ბრძოლები გაქვთ ისეთი მამაკაცსაც და თქვენც არც ერთი არ დგავთ ნაბიჯში ნახოთ ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას მიუხედავად იმისა რომ აქ ზოგისთვის რაღაცა შეიძლება დასასრულს მივახლოვდა და ერთი ნაპირიდან მეორეზე გაცურეთ თითქოს რომ ახალი ცხოვრება დაიწყოთ იქ ზაფხული მოდის ხო გვინდა რაღაცა ახალი აი იძახით ეხა იმედი გაქვთ იქ წავალ ვიღაცას გავიცნობა რომც გაიცნოთ მილიონიც რომც გაიცნოთ ჩემო ძვირფასებო აი ამას ვერ იპოვით განა ამ ადამიანზე გულისხმობ კი ბატონო კაცის და ქალის მეტი არავინ არ არის მაგრამ ის ყველაფერი არის ერთჯერადი ეფექტები ერთჯერადად მოგიწონებათ მიხვდით მაგრამ რეალურად აი ეს გრძნობა სამწუხაროდ მე რო დავაგვიანებთ მე აღარც არის აღარც ის და რეალურად მე გადადიხართ საერთოდ ხო რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული რომ დეპრესიის ნიშნებშიც და ასევე ტრანსფორმაციაშიც და აი ეს ილუზია რაც გაქვთ აი ეს მონატრება რაც გაქვთ ჩემო ძვირფასებო პირდაპირ გეუბნებით მონატრება აქ არის ძალიან დიდი მონატრება არის, მაგრამ კი ატკინეთ, შეიძლება თქვენც ბევრი რამე უთხართ, მაგრამ თუ აქ სიტუაციას უყურებთ, რომ ეხლა საჯაროა ხო გაშლა ყველაზე ვერ რეზონირდება, მაგრამ თუ აქ სიტუაციას უყურებთ, ეხლა რომ მამაკაცმა იმდენი გადაკადრათ, მაგრამ თქვენ ხმა რა მოგიღიათ, ნუ რაღაცაზე შეიძლება ერთხელ უთხარით და რამე, ამ შემთხვევაში თქვენ თავი დამნაშავედ არც უნდა იგრძნოთ, ხო? და არც უნდა გადადგათ ნაბიჯი, მაგრამ აი ნახეთ რას უყურებ თუ ეს სიტუაცია რა თქმა უნდა დაელოდოთ მამაკაცს აი ესე რომელიც ზის და ეხა ფიქრობს თქვენამდე როგორ მოვიდეს თან ფიქრობს რომ უკან მოსასვლელი პირი აღარ აქვს ისეთი რაღაცეები მოხდა რომ ვერ დაბრუნდება თან მონატრება აქვს თან ახსენდება ყველა მომენტი ახსენდება თქვენთან გატარებული აი ყველა ემოცია ახსენდება თქვენთან გატარებული აი ყველა ის წამი აი არ ვიცი შეიძლება აი როგორც აქ არის იმაც იყო წვიმიანი ამინდი იყო ერთად გატარებული პერიოდები რო იყო ეს ჭექაქუხილი რაღაც ხო ხდებით და ხო იცით გამონათქვა მიქ სხვანაირად მაშინ სხვანაირად წვიმდა აი
ზუსტად ეს ემოციური წვიმა, რაღაცა ემოციური გრძნობები, აი ის ლტოლვა რაც გქონდათ, ეს იშვიათია რომ ვინმეში ნახოთ. თორემ მონატრება ძალიან დიდია. მე არ გეუბნებით ეხავე გადახდეთ და გავარდით და ნაბიჯი გადადგით, იმიტომ საჯაროა. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. ყველა მიცის ჩემმა მოსწავლეებმაც და პაციენტებმაც რო ვსაუბრობთ, სულ ვეტყვი ხოლმე თქვენ სიტუაციას ნურასოდეს ნუ შეადარებთ სხვისას. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ყველასი არის ინდივიდუალური. ყველა ვარიანტი თუ პირადში არ ვნახეთ, აზრი არ აქვს არაფერს. და ვნახოთ აბა რა იქნება. ძალიან დიდ ემოციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს ყველაფერი ხელს გვიშლის. აი პირდაპირ გეუბნებით ვერ მოგატყუებთ. ძალიან დიდი გრძნობები აქვს მამაკაც თქვენს მიმართ და თქვენც მის მიმართ. მაგრამ აი ამ ჩხუბის ფონზე და აი ამ დავით არაბის ფონზე აი ამ ემოციას კლავთ ამ ყველაფრით. არ ვიცი, მე ვერ გეტყვით რომ აქ ნაბიჯი თქვენ გადადგათ, ვერც იმას გეტყვით რომ მამაკაც და აი ვერაფერს ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ საჯაროა მიხვდით და ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ეხლა რომელმე რომ დამწეროს კომენტარში აი თქვა რომ მე მირჩიეთ რომ გადადგა ნაბიჯი, აი მივწერე და უარესი მოხდა. ამიტომ ვერავის ვერ ვეტყვი, ვერავის ვერ ურჩევ, სანამ პირადში არ გადმოვა. ერთი-ერთზე რომ ვნახულობ, იქ შეიძლება საერთოდ სხვა სიტუაცია მოვიდეს და ნაბიჯის გადადგმა კი არა, საერთოდ გითხრათ რომ ადექით და წადეთქო. შეიძლება პირიქით გითხრათ, აქამდე გეძინათ, ხო? ნაბიჯი კი არ უნდა გადადგა, ეხლავე დაურეკე და შეხვდით. ამიტომ ყველასი არის ინდივიდუალური, ჩემო ძვირფასებო. ფაქტია, რაც გვაინტერესებდა მონატრება ძალიან დიდი აქვს ამ ადამიანს. ძალიან მეტი რო არ შეიძლება ესეთი და თქვენი ნება, ანუ თუ ესეთი მონატრებაა, თუ ასეთი გრძნობაა, ხო უნდა რაღაცა გავანძრიოთ ხელი, რაღაცა ხო უნდა ვქნათ, ხო? ესე ვიდგეთ და უყუროთ. რა ვიცი, მე მაგალითად ესე მშვიდად არ ვიქნებოდი და დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში პირადში უნდა ვნახო. თუ პირადში არ ვნახე, აქ მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ ესე, რომ იცი რა არის, ადექი და ეხა მიწერე. არა. ამიტომ მისაწყნებავთ გადმობრძანდით პირადში, აქ არის ემოცია, აქ იმხელა ემოცია და მონატრება, რომ არ ვიცი, ეს ისე არ უნდა დარჩეს. მე ისე ვფიქრობ. თან 21 საუკუნეში ასეთი ემოცია და სიყვარული იყოს იშვიათია. თქვენი ნება, ჩემო ძვირფასებო, ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა საჯარო. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა დროებით და განსაკუთრებული მოკითხვა, რა თქმა უნდა, ჩემს ემიგრანტებს დიდი სიყვარულით.